მაგრამ მიშა მე ცოტა ხანში დაუცურდა და დაიწყო თავისი. აი ეგ როგორ იწყება მიშას დაცურება, მაშინ მოდი ასე ვიტყვი. პირველი კონტაქტი იყო ვილნიუს არჩენები ახალწლის წინადღებში დამირეკეს. და მიშა შენი სახლი მოეწონაო და უნდაო და მეოთხე უნდა მეთქი. ეს რომელი წელია? 2000 ჯერა მიშა პრეზიდენტი არ არის 2003 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვები და ვილნიუსში ვარ მე სახლში. დამირეკა მე მგონი ადმინისტრაციის უფროსი იყო ჩიტიაში რაღაც ყარე იყო. მიშა შენი სახლი უნდა რა ჯერა უკვე გადახდით მოხედით მეთქი და ყველაფერი გინდათ მეთქი. ჩემი ოჯახის ვაშენებდი ოჯახი მინდოდა გადმომეყვანა მათ წინ აგურის სახლი რო. ეს არის სადაც ახლა მიშას იმის წინ აგურის სახლი ყო ვიყიდე საკუთრებაში და ვარემონტებდი რომ გადმოსულიყო. ოჯახი მეორე წელს უნდა გადმომეყვანა. მე ვთქარ ჯერა ოჯახის ვაშენებდი და გადმოყვანა მინდა ოჯახის და გადმოსულა მინდა საქართველოში მეთქი. და კაი მეთქი ჩამოვალ მეთქი და 2 რიცხვის ჩამოფრით. და დაურეკე მოვიდა კეზერაშვილი მოიყვანა დაცვის ბიჭი მოყვა. და მე გიაბულაძე იყო ჩემი არქიტექტორი და ჩემთან სახში შევხვდით რა. და აქ იმაზეავლაბარში. კი. მოვიდნენ იქში და კეზერაშვილა პირველი სიტყვა რა. აქაო ტრატილი დატვირთული კამაზი რო შეხედქავს კედელსაო. რა მოხდებო? ამას ვინ ამბობს? კეზერაშვილი. გიაბულაძე რა უნდა მოხდეს? ვიოთხარი, ჯერ ესეთი მეთქი რა ქვეყანა უნდა რა ქვეყნის აშენება გადიოდეს მეთქი. რომ ტრატილი დატვირთულმა კამაზმა იმოძრაოს ქალაქში მეთქი. რა იქნება მთელი ქალაქი ხარში ეწევა მეთქი 10 ტონა ტრატილი ჩემ 10 ცნობიერებ რა მოხდება მეთქი? არ გვინდა მაშინ. მე მაინც დამირეკეს მე და შენზე და რას ხთავაზობენ? ანუ რაღაცა შეიძლება ამით მოკვდა არჩენები რომ დამთავრდა მე დამირეკეს შენზე ადმინისტრაციის უფროსი ვინც იყო არ მახსოვს გვარი ბიჭები გაბრაზებული რაც ხარ გაბრაზებული დამელაპარაკეთ სესიაზე და პასუხი არ გაგეციეთ და მეც ახლა დავწყნადი მეთქი არ გამოვა რა საპრეზიდენტურის გაკეთება უნდა და მეთქი არ გამოვა მეთქი და მეც ჩემი თავი დავარწმუნე რომ შეიძლება რა და კაი მეთქი შევხვდეთ მეთქი რა ვილაპარაკოთ მეთქი და მევთხარი ფული ამდენი მიდა ჩემ სახში იქ ბადრიკ ბატკარჩიშვილმა მიცა აქეთ ხარ 1600 კვადრატი მიცა და იქ რაღაც ნაწილი რეზიდენცი იქით ხდებოდა და ის ნაწილი 900 კვადრატი მიცა მიცაში გავცვალოთ და იქ ჩემთვის ავიშენე მეთქი და ესა გადაიხდით მე და ბიუჯეტი მაშინ ხო არ აქვს სანამ ბიუჯეტს ეს არ აქვს სამშენებლო მეთქი ჩემი კომპანია დააფინანსებს მეთქი და დავიწყებ შენერულ მომეცით გენერალური ანუ მე ავაშენე პრეზიდენტის სასახლეს ამაზე უნდა ხო და თავრობის ხლომაზე გაიტანეს ჟვანიას ბრძანებაც იყო დაევალოს დეპუტატ ვალერი გელაშვილს მოიძიოს თანხები და აწარმოოს რეზიდენციის მშენებლობა ოფიციალური ბრძანებულება რის გამოც მე გამომაგდეს სახელმწიფო ბრძანება